გამარჯობა მეგობრებო, ჩვენ ვაქრძელებთ Sally Face. იმდენად მიყვარს უკვე Sally Face-ი, რომ შეხედეთ. Oh my. რა მაგრები არიან, ძალიან საყვარლად გამოიყურებია. ძალიან მიყვარს. გეუბნებით, ძალიან მიყვარს ეს თამაში, რა გავაკეთო რა. იცი რომ ეს ვიდეოები ძალიან ბევრ ნახვას არ აგროვებს, მაგრამ იმდენად საინტერესოა და იმდენად თქვენს გაინტერესებთ, რომ არ შემიძლია რომ არ გადავიღო. პირველი ნაწილები თუ არ გაქვთ ნანახი, ამ ვიდეოს აღწერაში დავტოვებ ლინკს. შეგიძლია გადახვიდეთ ნახოთ, რადგან ბევრ რამე საინტერესოს გამოტოვებთ. ვაუ, მაიცადე თინეიჯერი ვარ. Sally თინეიჯერია. რა მაგარია. რა სხვანაირად გამოიყურება ჩვენი ოთახი, ნახეთ, გიტარა მაქვს, რაღაც ახალი სურათები, დამტენი. სად არის ჩემი ტელეფონი? არ ვიცი. სად არის შენი ტელეფონი? რაღაც ნიღვები არის სხვადასხვა. ტოტოროს ნახატი. რა მაგარია. კანიფთებიდან არაფერი არ მაქვს. გიტარას შემიძლია დავუკრა. მაგარი გადავა. აი, გავიდეთ. მაიცა, ეს ჩვენი ბინა? რაღაც მაგრა სხვანაირად გამოიყურება, საპირფარეშო. ძალიან სხვანაირია. ეს რისი ოთახი არის? საჩავდია. პადვალი. აქ კატა ცხოვრობს ალბათ, კატის კაკოებია. აჰა, აქ კატა. ჩვენი კატა გიზმო. ძმაო, სერიოზულად? საიდან მოგაქვს ეს სტიკერები? საყვარელი კატა. მაიცე, ეს რა ადგილია, რაღაც სხვა სახლში. სად ვარ, ვაფშე ვერ ხვდები. ჩვენ მარტო ახლა შევცვალეთ ბოქლომი. ასე რომ მე არ ვიცი რა კოდი დააყენა ტოტმა. ოკეი. აი კოდი არ ვიცი, წავიდეთ უკან. ეს რისი ოთახი არის? ნაგავიდევს, როგორც ჩანს და რაღაც ყუთები. ეს ნაურია მეტი არაფერი არ არის. ზემოთაც შემიძლია ავიდე, აქეთ სამზარეულო არის და შემიძლია გავიდე. გარეთ ისეთი შუქია, ესე ვთქვათ. კაი, ზემოთ ავიდეთ. ეს ვინ არის? ვიხარ მე? ეს ნილია. ტოდის შეყვარებული. დილამშვიდობის სალიო, როგორ ხარო? გამარჯობა ნილ. დღეს კიკინების გარეშე ხარო? გონი არც ერთხელ არ მინახი ხარ გაშლილი თმებით. ძლივს გიცანი. ჰეჰკი, როგორ ხარ ძმაო? თითქოს და ცაში დაფრინავ. კოშმარებისგან ვერ ვიძინებ. ნუ ეს პრობლემა აქვს, დებილობა. შეიძლება ნერვების გამოა? მეც ცუდად მძინავს, როცა სტრესი მაქვს. იქნებ გინდა რაღაცაზე ვისაუბროთ. არა, მართალი ხარ, ალბათ ნერვების გამოა. დაბლა ახალ გაკეთებული ყავა. დალია ერთი ჭიქა. ეს დაგაყენებს ფეხებზე. მე ყოველთვის ვიწყებ დღეს კოფეინის დოზით. კარგი, მე ვიფიქრებ. არ არის პრობლემა, სალიო. სალიოს რა თქოს? ანუ კაი, დაბლა ჩავიდეთ მაშინ. დავლიოთ ყავა იქნებ და დაგვეხმარება. ეგ არის ყავა? ნილი გიждდება მაგაზე, მაგრამ მე ვერ ვიტან. ასე რომ არა, მადლობა. ანუ სალის არ უყვარს კაფე. შეგვიძლია შევეკითხოთ, სად არის ტოდი? ამ დილით გაკვეთილები აქვს. კაი. რაც ეხება საყვარლობას. მე გავიგე რომ დღეს მოვა მომხიბვლელი ეში. 4 მხედრის მარტო ხელა მგელი ბრუნდება. ნერვიულობ. რა საყვარლად დაუძახა? 4 მხედარი ეს ბიჭები არიან რა, მოკლედ. სალი, ლარი, ტოდი და ეს ნილი. ხატავა. ჩვენ და შევხვდეთ დღისით. ესე იგი, არა. მოუთმენლად ველი ჩვენს შეხვედრას. უბრალოდ იცი, ვგრძნობ რაღაც დაღლილობას. დაბლა კიდე დარჩა ყავა. ისო ყავაზე იძახის, ის გეძახის, სალი დაქუცმაცებული. ამიღე. კაი. შენ გესმეოდა ეს უცნაური ხმები. უნდა დააზუსტო, მისტერ მძინარა. წინა ხამეს მომეჩვენა თითქოს და რაღაც სირენის ხმა გავიგე. არ ვიცი რა ქვია ეს. არაფერი მაგდაგვარი მსმენია. იქნებ ისევ გიზმო უყურებდა ტელევიზორს. ზამაჭკვიანი კატაყავთ მართლაც. არა, ის არ არის. თითქოს და კაი, ალბათ უბრალოდ კოშმარებია. რაღაცა უცნაური რაღაცები
მოსდის სალის. ღმერთო ძმაო, შენ უეჭველი კარგად გრძნობ თავს? კი, კარგად ვარ. არ გინახია ჩემი ტელეფონი? ვერსად ვერ პოულობ. კი, წინა ღამეს ვიპოვე გარეთ. ვიფიქრე რომ ჯობია არ დავტოვო აქ და წამოვიღე თან. და კინაღამ არ დამავიწყდა. მადლობა, მე ვერ გავიგე რომ დავტოვე გარეთ. ნერვიულობ ყველასთან მოსდის. აიღე. კაია, ტელეფონი გვაქვს. აქეთ შეგვიძლია გავიაროთ რა გვაქვს? ტოდმა დამიტოვა წერილი. რა წერია? კოდი არის იმ რაღაცის. კაი, წავიდეთ მაშინ, გავაღოთ. ეს ჩვენი ოთახი არის ამ ყველა საქმეების ხო? მოჩვენებებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამდენი წელი გავიდა უკვე? ვერ წარმოვიდგენ რომ მაგაზე ვმუშაობთ უკვე 5 წელი. პრინციპში ხო პატარები იყვნენ, როცა ასეთი რაღაცეები მოუვიდათ. ეს რა არის? ხოლო კულტი დღემდე მუშაობს? თუ კი, მაშინ სად გაქვნენ? გამოდის გაქვნენ, ხო? რამოდენიმე წელი? მადლობა რობისთვის, რომ მოგცა ფული ახალი ხელსაწყოებისთვის. როცა ის გაიგო, რითი ვართ დაკავებულები, გადაწყვიტა, რომ ჩვენ ნამდვილი მოჩვენებების დამჭერები ვართ, ესე ვთქვათ, ხო? შემიძლია დავტენოთ ჩემი ტელეფონი. ერთ წუთში უნდა შევამოწმო. კაი, მგონი დაიტენა. ლარემ რამოდენიმე წერილი მომწერა. არ გძინავს? უკვე არა, რა ხდება? რაღაც უცნაურია ედისონის აპარტმენტებში. იმის გარდა, რომ მოჩვენებებია ადვალში, სერიოზულად ვამბობ, მალე დავბრუნდები. მომეცი რამოდენიმე წამი. მომწერე, როცა იქნები მზად. მზად ვარ, გზაში ვარ. კაი. ლარი მოვა ეხლა. ეპიზოდი სასამართლო. Oh my god, ეს ხო სალი გვიყვება ხო სულ დავიწყდა კაცო. Oh my god. როგორ მოწონს მუსიკა? სიტყვით სწორია ხმერთა ჩემო. თქვენი სიტყვები საკმაოდ განსხვავდება თქვენი პირვანდელი ისტორიისგან, მისტერ ფიშერ. თქვენ ხომ ამტკიცებდით მანამდე, რომ არ იჭერდით კომუნიკაციას ლარი ჯონსონთან. კი, ვამტკიცებდი. კი, მე შოკის მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ვიფიქრე, რომ სიმართლე უფრო გაუარესებს მდგომარეობას. არავინ დამიჯერებს, მე არ ვიცოდი სხვანაირად როგორ მემოქმედა. და ახლა როგორ ვენდო თქვენს სიტყვებს, როგორ გავიგოთ სად არის სიმართლე და სად არა. სიმართლის გარეშე მეტი არაფერი დამჩა. მნიშვნელოვანია რომ ხალხმა ყური დაუგდოს ჩემს სიტყვებს. ხოლო დაიჯერებენ თუ არა, საკუთარი სიკეთისთვის იმედია დაიჯერებენ. ეს მუქარა არის? ეს გაფრთხილება. თქვენ გინდათ რომ დავიჯეროთ რომ ნოკფელში კიდევ სეირნობს მკვლელი? რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, მსხვერპლის სისხლი, თქვენს ტანსაცმელზე და კანზე, თითისანა ბეჭდი მკვლელობის იარაღზე და ჩანაწერები ვიდეო კამერებიდან, მოწმის ჩვენებები, რომ ყველა მათგანი მოყვანილია იმისთვის რომ გაგწირონ? და ვინიშრომ ასე პოლიცია? თუ სასამართლო არ არის უარზე, მე გავაგრძელებდი ჩვენებას. ამ ისტორიის მოყოლა ქრონოლოგიურად მნიშვნელოვანია იმისთვის რომ ავარიდოთ თავი კონტექსტიდან ამოგლეჯვას. უფრო მეტად ვიდრე უკვე იყო ამოგლეჯილი. სასამართლო არ არის უარზე. ლარი მოვიდა. ბიჭო, გეუბნები, რაღაც ხდება. რაღაც უცნაური ხდება. შენ ისევ გინახია დემონი? არა, არ მინახია იმის მერე რაც 100 წლის წინ მოუკალით, ესე ვთქვათ. კი, მე დილით ავიღე Super Gear Boy, ეს ის კონსოლი და მთელი აპარტმენტები დავიარე, მაგრამ ვერაფერი ვიპოვე. ყველა ნიშნები სადღაც გაქრა, მიახლოებით 1 თვის წინ. რაღაც უცნაურია, მაგრამ იქნებ ეს კარგია. შეიძლება ისინი ძლივს გადავიდნენ სასუფეველში. არ ვიცი კაცო, რაღაც უდი შეგრძნებები მაქვს. თითქოს და კანის ქვეშ რაღაც დადისო. თავის ქალაში რაღაც მბღაჭნისო. თითქოს და სიმშვიდეა ქარიშხალის წინ. მე ამას ვგრძნობ. რა, დეჟავიუ, მეც ამას ვგრძნობდი. თითქოს და ყველაფერი ნისლშია. ხოლო მის მიღმა რაღაც გველოდება. რაღაც ჩასაფრდა. კი, ზუსტად, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, წყარო აპარტმენტებშია. რა ნახავ ჩემთან ერთად თუ როგორ? რა თქმა უნდა ვნახავ. შეგვიძლია ვიარო, რა მაგარია. ვაუ.
ამდენად შემიძლია, ანუ ძლივს გამოვედით გარეთ. ვაიმე, ის იქ რაღაც მკვდარი ეგდო. დაინახეთ? ნოკაფელსი. პირველ რიგში კარგად გამოიყურება. საზაფლაოც აქვე ყოფილა. იქ რაღაც ეკლესია არის. ღმერთი ხედავს ყველაფერს წერია აქ. ედისონის აპარტ. მართლაც უცნაურად გამოიყურება, შეხედეთ ამას. გონი ქარიშხალზე შენ არ შეცდი. რაღაც ამღრუბლულია. წავიდეთ. აბა შევიდეთ, ეს რა ოთახი არის? მისტერ ედისონი ისე დიდი ხანი აქ რაღაცებს ალაგებს, მაგრამ ალბათ აღარც ახსოვს რა არის ამ ყუთებში. შიგნით ალბათ ბევრი რაღაც ნივთია მისი ოჯახის. ხოლო დანარჩენში ძველი ტანსაცმელია, ჩაის სერვიზები, კულინარიული წიგნები, უბრალოდ ბევრი ძველი ნაკავი. ლარი. შენ იქიქებოდი ტერენსის ნივთებში? რა თქმა უნდა. როგორ არ შემეძლო მანდ მეკეკა. ის ხო ბინიდან არასდროს გამოდის. თან უცნაურია ბინიდან რატო არ გამოდის. ტერენსი ის ტიპია, ვისიც აპარტმენტებია ეს მთლიანი ედისონის. და მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის არ არის კულტთან ერთად გარეული და მალავს აქ მკვდრებს ან კიდე რაღაც ჟანდაბას. მაგრამ აქ უბრალოდ მოსაწყენი ბებრული ნივთებია. ლოგიკურია. და თანხმდა, არაფერი ისეთი არ არის. კაი, შეგვიძლია წავიდეთ. აგე ჩვენი მისტერ ედისონი, ტერენსი. დილამშვიდობის. როგორ გრძნობთ თავს ამ მშვენიერ დღეს? კარგად, როგორ თქვენ? მე მშვენივრად. ბოლო დროს აპარტმენტებში ძალიან სიწყნარეა. და რა თქმა უნდა, გვენატრება ჩვენი კარგი სალი ფიშერი. და ლარისთანაც იქნება მოსაწყენი გაშორება. ლარი დარბაზში დაიწყო სიარული. დაკაჩებული გახდა. სალი კიდე ისეთვე პატარა დარჩერებას. და მეც მომენატრება ეს ადგილი, მაგრამ ძლივს უნდა გამოვიდე პადვლიდან. ლარი ხო პადვალში ცხოვრობ და გამოდის. და თან ვცხოვრობთ გზის მეორე მხარეს უბრალოდ თქვენ ცხოვრობენ. მის როზენბერგის ბინა. რა ხდება აქ? შემახსენე, რატომ დატოვეს ნივთები როზენბერგის აქ? ედისონი დღემდე თვლის, რომ ის წავიდა დასასვენებლად ან რაღაც მაგდაგვარი და რომ ის დაბრუნდება. ეგ არ ამგონია. ეს ის ქალია. ძველი კრესლო. მე დღემდე არ ვარ დარწმუნებული რა მოუვიდა. შენ ამბობდი, რომ ის უბრალოდ გაქრა, ხომ? კი, მაგრამ მხოლოდ მასე არა. სანამ გაქრა, ის და მოჩვენება. გონია რომ ადამიანი არ იყო. კი, მე მახსოვს რომ ამბობდი. და ის რაღაც დრო იყო კულტში. და შემდეგ შეეცადა კულტის გაჩერებას. ასე რომ ის იყო ძალიან ბებერი. ანუ ეს ბებო სადღაც გაქრა? თუ მოკვდა, რადგან ძალიან ბებერი იყო. მისის გიბსონი. Oh my god. კი, რა გინდა სალ? და ის აქ რას აკეთებს? გამარჯობა მისის გიბსონ, ჩვენ გვინდოდა Oh my god. უბრალო საქმეა. ეს მისის გიბსონი არის, მოკლედ ლარი პატარა როცა იყო, გვიყვებოდა ისტორიას, რომ გარეთ რაღაცას აფეთქებდა და ის მოხდა მისის რობენბერგის ბინაში და მოკლა მისი კურდღელი. იმის მერე ეს ქალი ვერ იტანს ლარის. ხო, ეს ქალბატონი წყენას არ პატიობს. როგორც ჩანს კი. მოდით დავიწყოთ სულ პირველი სართულიდან, პადვლიდან, სადაც ცხოვრობდა ლარი ადრე. ბაქეთ ვნახოთ, რა არის ჯერ. ეს ოთახი, აქ რო შევიდეთ ჯერ, აქ რა ხდება? აქ არაფერი არ არის. რა არის მანდ? რაღაც ვიპოვე. ეს კბილია. dude, ცარიელი ხელით აიღე? აქ ხო არ დავტოვო. იქნებდა რაღაცაში დაგვჭირდება. და რა ჯანდაბა დაგვჭირდება კბილი. რაღაცა წერია კბილზე. კბილი, რომელიც ვიპოვე პადვალში, მაგაზე დაწერილია ასო-ენი. ფიქრობ, კიდევ იქნება კბილები. აქ პადვალი დაკეტილია. დაბა, მე ალბათ სადღაც დავკარგე გასაღები, სანამ დავდიოდი დილი. გახსოვს, როდის ბოლოჯერ გინახია? არა, მაგრამ ბოლომდე მეგონა რომ წყნარა დევს ჩემს ჯიბეში. მას აუცილებლად ვიპოვით. უცნაურია ამ სახლის დატოვება ამდენი წლის შემდეგ, რაც აქ ვცხოვრობდი. ანუ გამოდის, რომ აქ არავინ აღარ ცხოვრობს. დაპირფარეშოში არაფერი არ არის. აქ სამზარეულოში
მახსოვს როცა პირველად დავინახე აქ დემონი, ლამის გავიგიშდი. მოდის არაფერი არ არის. ლარის ოთახი. რაღაც ნივთები არის. ვაიმე როგორ მახსოვს აქ რაღაც ნახატები რო იყო და ასე შემდეგ. გახსოვს როგორ პირველად დავინახე შენი სახე ნიღბის გარეშე. როგორ შეიძლება ამის დავიწყება? შენ ისე მაგრად აქანავებდი თავს, რომ ნიღაბი გადმოვარდა შენი თავიდან და მომხვდა პირდაპირ სახეში. საწყალე ლარი. შენ ისე ნერვიულობდი ჩემ გატეხილ ცხვირზე, რომ თავდაპირველად ვერც კი შეამჩნიე. საყვარელია. მე ვგრძნობდი თავს დამნაშავედ. მე საყვარელი სალი. კეთილი ბიჭია და მაგიტომ მომწონს ძალიან. ზოგადად აქ პერსონაჟები ძალიან კეთილები არიან. კი, მაგრამ იმის მერე როცა გითხარი რომ მე კარგად ვარ, რატომ წამოგივიდა ცრემლები, რატომ ატირდი? ატირდა? იმის გამო რომ შენ ზურგი არ შემომაქციე. წესით ზოგადად ხალხი როცა დაინახავს რაღაც უცნაურ სახეს, თვალს არიდებენ რა და ლარიმ არა არის და თვალი, რადგან ის იღებს სალის ისეთი როგორიც არის. აბა მოდით აქავიდეთ ხეზე, ხო? მაი მეორე საყოლები არის როგორ ვიყურს ეს თავაში. ძალიან საინტერესოა. დღემდე ვერ ვიჯერებ რომ მამა ჩემი დამტოვა. ეს საერთოდ არ გავს მას. თითქოს და რაღაც გამოგონებაა. მე არა იცი რომ ჩემგან რაღაცას მალავს სალ. რაღაცა მამა ჩემზე. შენ დებულურად მალავს საიდუმლოებს. ძალიან პირდაპირია ლარი. არაფერი. შეგვიძლია ლარი მოვატყუოთ ან ვუთხრათ სიმართლე. ვეტყვი სიმართლეს რადგან არ მინდა ლარისგან არაფერი დავმალო. მომისმინე. ძალიან რთული იყო არაფერი მეთქვა ამაზე, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული. სადაა სიმართლე და სად გამოგონება. და კიდევ არ მინდოდა შენი წყენა, მაგრამ მგონი მამა შენი რაღაცნაირად ჩემთან ლაპარაკობს. მაიცა, ეს როდის მოხდა? რაღაც გამოვტოვე? რა? არ ვარ დარწმუნებული, ზუსტად ის არის თუ არა, მაგიტომაც არაფერს ვიძახდი. თან თვითონ მითხრა რომ შენ არაფერი გითხრა. უი, მე კიდე როდის იყო ეგ რაღაც? არ მახსოვს. მითხრა რომ შენ არაფერი გითხრა იმისთვის რომ სახიფათოა იცოდე სიმართლე. Oh my god, რატო? ხოლო თუ ეს სიმართლეა, მამა შენი, გამოდის რომ ის არ არის ადამიანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის რომ არ დაგტოვად. რა? მან შესწირა თავი იმისთვის რომ გაეჩერებინა კულტი. იმისთვის რომ დაგიცვას შენ და ლიზა. თქვენ უყვარდით სიცოცხლეზე მეტი. რა მხრივ ის არ არის ადამიანი. რთულია გიხსნა, მაგრამ მამა შენი მგონი უცხოპლანეტელი იყო ან რაღაც მაგდაგვარი. რა ხდება აქ ვაფშე? სალი მგონი ცოტათი მართლა ან გიჟიან რა არის, მაგრამ შეხედეთ პროსტა რას ამბობს. ის გააკეთა ავარიული დაშვება ჩვენს პლანეტაზე, იმის შემდეგ რაც მის პლანეტაზე ჭრდილის ჭირი მოიცვა. რას ესაუბრობს სალი ვაფშე? ვერ არის თუ? რა, არანაირი კომენტარები? მომისმინე, შენთვის არ არის აუცილებელია გამოიგონა რაღაც გიჟური ისტორია იმისთვის რომ მიჩვენო მამა ჩემის თავი სუპერმენად და უცხოპლანეტელები სერიოზულად ბიჭო უცხოპლანეტელები შენს ისტორიას რეალისტობა არ დაამატეს მოკლედ რა აი ბიჭო ყველაფერი კარგად არის უბრალოდ დავივიწყოთ ეს თემა კარგი მაგრამ ჩვენ კიდევ დავბრუნდებით მე არაფერს არ ვიგონებ მართლა ვერ ვხვდები რა სალის რაღაც პრობლემები აქვს თავში თუ ეს რეალურად ხდება მართლა როგორც არის მაგრამ არაფერი არ მახსოვს ლარის მამაზე სად დავინახეთ არ მახსოვს მართლა პხთან შეგვიძლია შევიდეთ გამარჯობა მეგობრებო what ბავშვი რა თვალები აქვს ბავშვი ყავთ ამათ გამარჯობა სალ გამარჯობა ლარი ბავშვს ქვია სოდა დაარქვეს მაგარი არა სავი დაქუთმათებული თუდად ლაპარაკობს გოგო პატარა ჯერ გამარჯობა სოდა როგორ არის ჩემი საყვარელი გოგო საყვარელი სალი
გინდა გაიკატაო სალი ძიძის მხრებზე. ой, სალ, გამონაყარი აქვს. ჯობია ხელებზე არ აიყვანო. მადლობა რომ გამაფრთხილე. დედიკო, ხო პატარა. მე მინდოდა გამეკატავებინა სალი ბიძის მხრებზე. ფუნთუშა, მოდი დღეს არა, კარგი? გახსოვს რა გითხარით დილით? კარგი. თქვენ ისევ მოიგონეთ რაღაცა, როგორც ყოველთვის. მაგარია რომ რაღაც ნივთები არასდროს არ იცვლება. კაი, მოდით სწრაფად დავათვალიეროთ რაღაცეები. სამზარეულოში კიდე ეს კბილია? კი. ეს ალბათ რაღაცას ნიშნავს. ორი კბილი გვაქვს, ესი აწერია. აჰა, ცოტათი სპიდრანი ჩავრთოთ და სწრაფად დავათვალიეროთ რა ხდება აქ. 403. 403 ეს ის იყო? Oh my god, რა ხმა დაიწყო იგრევე. ეს ვინ არის, კაცო? მისტერ სანდერსონ. ეს მაგის ცოლი მოკლა ვიღაცამ. ლარიმ რო დაინახა. ტუალეტს როცა რეცხავდა მისის გიბსონთან. უი, ბოდიშით. არ ვიცოდით რომ აქ ვიღაც იყო. მისტერ სანდერსონ? გამარჯობა ლარი. მე უბრალოდ ვემშვიდობებოდი სენდის. ემშვიდობებოდი? დღეს მე მივდივარ ნოკფელიდან. უბრალოდ უნდა წავიდე აქედან. გასაგები საქმეა. ბევრი რაღაცის გავლა მოგიწიათ. ხოლო თქვენ ეს უცნაურად იჟღერს, მაგრამ ვინმე თქვენგანი შემთხვევით ხომ არ დაგინახიათ ჩემი ცოლი სადმე ახლო-მახლო. არ ვიცი გჯერა თუ არ მოჩვენებების. იმედი მქონდა რომ კიდევ ერთხელ შევძლებდი მასთან დალაპარაკებას. ანუ ეს ტიპიც ლაპარაკობდა მოჩვენებებთან. ჩვენ დაგვინახია ძალიან ენატრებით. აქ ძალიან მარტოდ გრძნობს თავს. ჩვენ რაღაც დრო არ დაგვინახია. კაი, დავტოვოთ, რადგან მარტო მინდა ყოფნაო. შეგიძლიათ თუ არა დამტოვოთო, კაი, დავტოვოთ. აიმე, ეს სადღაც შევედით. ეს რა ადგილია, რაღაც გდია. აქ ვიდეო კასეტა არის, მაგრამ გაფუჭებულია. მამა და ლიზა ერთად არიან? მშობლები. გამარჯობა, მამა, გამარჯობა ლიზა. არა, საყარელი. ანუ გამბოდის რომ ლარი და სალი ძმები არიან. ზავაკარი არის. როგორ მიყვარს ეს ორივე რა? როდის ბოლოჯერ შევკრებილ ვართ ასე მთელი ოჯახით. ორი კვირის წინ? სალ. დღეს ყველანი ერთად უნდა ვისადილოთ. ნუ ბიჭებო, რა სიტყვით? ლიზა გამიხსნის საიდუმლოს ლაზანის მომზადების. ლარი თავის რეპერტუარშია, ღმერთო ჩემო. არ ვიქნები უარზე უფასო სადილის. კარგით, როცა სადილი იქნება მზად, ლარი გაგიგზავნის სწრაფ გზავნილს. ან როგორ ეძახით თქვენ? მამა, ამას ქვია SMS-ი. ზუსტად ეს რაღაცა. საყარლები რა. კაი, სამზარეულოში არაფერი არა, სუპერფარიშოში არაფერი არ არის. კაი, გავიდეთ. ოფისი. ეს მამის ოფისია, ხო? ცოტა სხვანაირად გამოიყურება. მამის ოთახი პლუს ლიზა. კაი, აქაც არაფერი. ესეთი არ არის, კაი, შეგვიძლია წავიდეთ. ეხლა ყველაზე საშინელი მეხუთე სართული. რაღაც გალია. რა, ჩანს რომ დაბლა რაღაც პანელი არისო. ადრე ვერ დავინახე. რეისი პანელი? ცნაურია. ერთი ვინტი არ არის. თითქოს და ვიღაცა უკვე ცდილობდა მის მოხსნას. იმისთვის რომ მოხსნა დამჭირდება ატვირთკა. ან რაღაც მაგდაგვარი. კაი, ანუ რაღაც ატვირთკა დაგჭირდება და აქ რა ხდება? Oh my god, ღმერთო ჩემო. ისევ ეს ტიპი. თქვენ შეცდომა დაუშვით. What the fuck, რა საკეთებს? ბომჟია? რა ჯანდაბა, მენ? ჩვენ ყველას დასრულება გველის. და რა ჯანდაბა სიძახი საერთოდ? შენ აქ არ უნდა იყო. სიბნელეს ქელდება. ეს ტიპი ვინა? მოჩვენება? ლარი რა სიძახის ვაიაღერთ ამ ტიპმა შემაშინა ჩაჭმამდე ლარი I'm sorry და ადრე უკვე მინახია როგორ ეძინა ამ ბომბს აქ საინტერესო რას გულისხმობდა ფიქრობ რომ ეს უბრალოდ გიჟის მოგონება ვაიმე კბილი ვიპოვე 3 კბილი გვაქვს შეგროვებული მეგან აუ აქ ხარ სუპერ გიარ ბოი ჩუმადარი და სად გაქრა
ყელსაბამი. მე ვერ დავინახე. ის გაქრა. შეიძლება მაგიტომაც არ გამოდის ჩვენთან და სხვებთან დაკავშირებით? არ ვიცი. აროჩე მოჩვენებები გაქრნენ რატომღაც და ვერ ხვდებით რატო. ტრასი, სტეისი, აქარ, ბერგერ ბოი ჩუმატარი. სტეისი ყოველთვის ერთულად გამოდიოდა. იმედია ის მეგანთან არის. ამ ჯანდაბაში კიდე რა ხდება? რამდენი სიკვდილი და განადგურება არის სახურავის ქვეშ. კარაჩი ძალიან უსაურო რაღაცები ხდება. მართლები არიან, რომ ამ ედისონის აპარტამენტებში ძალიან ბევრი სიკვდილი არის, მოჩვენებები არიან, რაღაც კულტი არის პადვალში. ისი იანისი, ვინ არის ეგ? სალი და კოცმაცებული და დათვი ლარი. რა სიურპრიზია? ლარის დათვი და არ ხო? გამარჯობა იანის. საპირფარეშოში შევიდეთ. ეს მეგობრები ერთად შევიდნენ საპირფარეშოში. კი, შევედი ერთად და რა? აქარ? კაროჩე, მაიცადე ეს რა არის? რაღაც გაბჭებული კბილია. ეს ტოდის აპარტამენტები არის. ძველი ტოდის ოთახი. ეს უკაცრავად? რეი, ტოდის მამა არის ეგ. გამარჯობა მეგობრებო. ლარი შენ უკვე მოხვედით დასამატებლად? როგორც ჩანს, ლარიც უყვარს ხო ცოტა კაიფში ყოფნა. არა, მე ისედაც კარგად ვარ, რეი, მადლობა. მაგიტო არის ლარი ისეთ რელაქსზე სულ. გამარჯობა მისტერ მორისონი. ეს უკვე ზედმეტია. ამ ტიპს ყოველთვის რაღაც მაგარი ნივთები აქვს. აი რატომაც ასე გვიყვარხარ სალ. ვიცი რომ ტოტს არ მოსწონს ის რაც გავაკეთეთ მისი ძველი ოთახისგან, მაგრამ მან იცის რა ბედნიერება მოაქვს ჩვენთვის. თქვენიც თავი. და რო ვიპოვე მაგით შეგვიძლია ახლა გავაღოთ ეს გალია და აქ უნდა 1 2 3 ხო, ერთი კვილი მაკალია, კიდე ერთი კვილი უნდა ვიპოვო. აქ უნდა ჩავსვა. ჩრდილოეთ, სამხრეთ და დასავლეთ აღმოსავლეთი. ოღონდ ინგლისურად წერია. ხო, კიდე ერთი გვჭირდება. კაი, მოდით კიდევ ერთი ვიპოვოთ, სადღაც გამოუტოვე სადღაც. როზენბერგის ოთახში ყოფილა. შეხედეთ. ხო, კაი, ავიდეთ ახლა ზემოთ და როგორ? პირიქით არის? როგორ? ვერ გავიგე ვერაფერი. რაღაც არ გამოდის რა, მეგობრებო, როგორ ჩავსვა? იქნებ პირიქით, პროსტა ესე, ხო? ესე პირიქით ჩავსვათ, იქნებ და ახლა გაიხსნება. ოპა, რაღაცა ინთო. ვაუ. მგონი ვიპოვე გასაღები, რომელიც შენ დაკარგე. მე არ დამიკარგია, უბრალოდ მოიცადე. როგორ გაჩნდა მანდ? მე არ დამიდია მანდ. მართლაც უცნაურია. ვიღაცას უნდოდა რომ გვეპოვა ის. და მათ არ შეეძლოთ, არ ვიცი. უბრალოდ ჩემი კარის ქვეშ დაედოთ, ან პოსტით გამოიგზავნათ. კაი, ავიღოთ მაშინ გასაღები. და შეგვიძლია ჩავიდეთ შდაბლა, კაი, ჩავიდეთ. აქ არაფერი შეცვლილა. გამარჯობა ეშლი. სალ. ჯაგვეხუდა საყვარელი. ძალიან მიხარია შენი ნახვა. ძალიან მენატრებოდი. ბაიკერი გახდა ეში თუ როგორ? ბაიკით მოვიდა შეხედეთ პროსტა ამას. მეც მენატრებოდი ეშ. საყვარელი. სალი ეუბნება, თმა შეიჭერი, მე მომწონს. გრძელი თმით უფრო ლამაზი იყო, არა? მადლობა, ასე კატაობა უფრო მარტივია. მეც როგორც ვხედავ, რიჩო შეცვალე. კი, რაღაც მაგდაგვარი. მაგრად გამოიყურება, მაგრამ ცოტათი მენატრება კიკინები. სადღაც მივდივართ? მოტოთი ვარ. მე არ ვიყავი ტბაზე იმის შემდეგ, რაც ერთად ვიყავით მანდ. რა თქვი? მე გითხარი რომ იმის მერე არ ვიყავი მანდ. თქვი რომ დიდი ხანია არ ვიყავი ტბაზე. მან ძალიან მაგარია, სიჩუმეა, სიწყნარეა. კაი, წავიდეთ. მაგარია. აგე ის ტბა. რა ქვია ამ ტბას კაცო? სადაც ისინი ჩაიხრჩნენ? ფიუ. და როგორ გაქვთ ბენთან საქმე? ყველაფერი კარგად არის? კი, კარგად არის. ბენი ვინა? რა მოხდა საერთოდ თქვენ შორის? ბენი ვინა, კაცო? დებილობა ოჯახის ჩხუბები. მან დამიძახა უგრძნობი, რადგან არ ვტიროდი ბებოს დასაფლავებაზე. მან მითხრა რომ მე არ ვარ ადამიანი, რადგან არასდროს არ ვტირი და ბლა ბლა ბლა. ხოლო მე ძალიან ვიჩხუბეთ, ხოლო მე ისედაც მოწყენილი ვიყავი ბებიას გამო. კაი, თავარია ეხლა შევრიგდით და ყველაფერი კარგად არის. იცი, ისე მართლა მე არასდროს მინახია თუ როგორ ტიროდი. მაშინ გამოდის რომ მე მართლა უგრძნობი მონსტრი ვარ.
ფრთხილად იყავი, ჩვენ აქ ვკლავთ ისეთ მონსტრებს, როგორც შენ. ეს პაემანზე ვართ, ერთ მეინტერესებს პროსტა რა. არა, ეს შენ იყავი ფრთხილად. ამ მონსტრთან ჯობია საქმე არ დაიჭიროთ. ოხრა მუქარი სიტყვებია, ახალგაზრდა ლედი. იმედია მოასწარი გეკოცნა, დედიკო, წამოსვლამდე. სალით ვაგერი კაცია რა. ჰაჰა. როგორ გაქვს საქმეები, სალი დაქუცმაცებული? ეს უპასუხოთ, ბოლო დროს მესიზმრება კოშმარები, ვწუხვარ. ისინი ისეთივე საშინელია, როგორც ადრე? ისინი სხვანაირებია, რთულია, აგიხსნა, მაგრამ მის გამო ძალიან ცუდად მძინავს. ბოლო დროს ძალიან საშინელი გრძნობები მაქვს. ვერ ხვდები რატომ, რადგან ყველაფერი კარგად არის, არაფერი არ ხდება. არაფერი არ უნდა მოხდეს. ხოლო წამლებს სვავ? ხო გითხარით, წამლებს სვავს, რადგან მაგის ოთახში სალისთან ყოველთვის რაღაც წამლების ბოთლები იდო. კი, თითქმის ყოველთვის. დალია თუ ისინი გეხმარება. ჩემ ბიძაშვილსაც აქვს დეპრესია და ამბობს, რომ წამლები ძალიან შველის. ვითომ სალის აქვს დეპრესია და მაგიტომ გამოწერილი აქვს წამლები. ისინი მართლაც შველის. არა მის გამო შიგნით ხვდები რაღაც მკვდარივით. საშინელება რეალურია. ის მაინც ჩემია. ხვდები რაზეც იძახი. უბრალოდ მინდა რომ ბედნიერი იყო სალ. არ დაგავიწყდეს დამირეკო, როცა გჭირდება დახმარება. ან უბრალოდ გინდა ვინმესთან ისაუბრო. შენ ხომ იცი რომ ყოველთვის მხარს დაგიჭერ, ხომ? ვიცი, მადლობა ეშ. მე ხომ უკვე გითხარი რომ არ არის აუცილებელი მაგის ტარება, როცა ჩემთან ერთად ხარ. ნიღაბზე იძახის. ჩემი სახე? შენი პროტეზი, მაგრამ ის დიდი ხანია ჩემი ნაწილია. სახე, რომელსაც ვატარებ ხალხში. სახე, რომელსაც ვატარებ ყოველთვის. როგორ მაინტერესებს სალის სახე, როგორ გამოიყურება რეალობაში მაჩვენეთ ერთი. უბრალოდ მინდა რომ იცოდე, რომ არ არის აუცილებელია ატარო თუ არ გინდა. აქ მარტო მე და შენ ვართ, მეტი არავინ. შენ მართლა მოხვედი სამუდამოდ? კი, პრობლემები გაქვს, ძმა? სამუდამოდ მოვიდა, ჩვენთან ერთად უნდა იცხოვროს თუ? არ ვიცი, ბიჭების კომპანიაში მაგარი იყო. თუ დავამატებთ გოგოს, ეს ყველაფერს გააფუჭებს. ადრე ხო მეგობრობდნენ, კაცო. ჯობია მიეჩვიოთ, რადგან ჩემსგან ეხლა ვერსად გაიქცევით. მენატრებოდი ეშ, ყველას გვენატრებოდი. ძალიან მაგარია რომ დაბრუნდი. მეც ძალიან მიხარია. ხოლო თქვენ ძალიან მენატრებოდით. მოუწმედლად ველი რომ ხვალ ყველა დავინახო. გამარჯობა ტოდ. შენ უკვე დაბრუნდი პაემანიდან ეშლისთან? არა მგონია რომ ეს იყო პაემანი, მაგრამ კი. როგორც სიტყვისა, როგორ ჩაიარა? ძალიან მიხაროდა მისი დანახვა. ძალიან კაია რომ დაბრუნდა. მე და ლარი ვფიქრობთ რომ აპარტმენტებში ისევ რაღაც ხდება. მე ვითხარი რომ შევხედავთ საღამოს. მაგარია. მაშინ მექნება შესაძლებლობა შევამოწმო რამოდენიმე ხელსაწყო, რომელზეც მუშაობდი. ერთი წუთი მომეცი. ლარი მოგწერა, სალ, ბოდიში ძმაო, ხვეწები ადანაშაულებ საკუთარ თავს. რაზე იძახის? გაპატიო რისთვის? რაზე ამბობ? ჩემი დრო მოვიდა. ერთი ცადე რაღაც დებილობა გააკეთო. უკვე გვიანია. მალე აღარ ვიქნები. ერთი წამით. ერთ წამით. one moment. მეკაიფები ლარი, არ არის ხუმრობა, არ მეცინება. ლარი? What the fuck? სადარი ლარი? აიღე ყურმილი. Oh my god. ლარი, აიღე ყურმილი. Oh my god, რა ხდება? ოღონდ ცადე არ მიპასუხო. ხმერთო ლარი. What the hell is going on? წვიმს. გავიქცე. აპარტმენტებში უნდა მივიდეთ. მალე. მივედი. ლარი, საჯანდაბაშია. არასაპირფარეშოში არ არის. სამზარეულოში არ არის. Oh my god. ლარის ოთახი. საჯანდაბაში ხარ, ლარი? ხეზე იქნება? Oh my god, მეშინია. წერილი. რა წერია წერილში?
წერილი სალ იცი რომ რთული იქნება რომ ეს გაიგო ბოდიში შენ თავს ნუ დაადანაშაულებ და გაბრაზებული ნუ ხარ შენს თავზე მე ძალიან იღბლიანი ვარ რომ შენ აღმოჩნდი ჩემს ცხოვრებაში მე ვიცი რომ დიდ საქმეებს გააკეთებ ნუ ჩერდები გააგრძელებ ბრძოლა სიბნელესთან ის მოდის მე მესმის მისი ჩურჩული ჩემს თავში ის უფრო ხმამაღალი ხდება მე მინდა რომ ეს დამთავრდეს აღარ შემიძლია ამის მოთმენა შენ უფრო ძლიერი ხარ ვიდრე მე მიყვარხარ სალი დაქუცმაცებული მე ყოველთვის მეყვარები შეხვდებით მეორე მხარეს ლარი Oh my god, ანუ თავი მოიკლა, რადგან გრძნობდა თავის თავში რაღაც ბოროტებას, რომელსაც აკეთებს ეს კულტი, ხო? რაღაც დემონურ რაღაცებს აკეთებენ, რა მოკლედ? არა. ლარი. რა გააკეთე? ლარი რისთვის? Oh my god. ტირის? Oh my god, oh fuck. რა მოხდა? მე ისეთი გახარებული ვიყავი, რომ ვნახე სალი, რომ ვერც კი შევამჩნია რა უცნაურად იქცეოდა. ეხლა ჩვენს საწინააღმდეგოდ არის გამოსული? როცა ვიჯექით ტბაზე ვენდიგო, იმ მომენტში მეჩვენებოდა უბრალოდ მოწყენილად. მე ვიფიქრე, რომ იქნებ აღარ სვავდა წამლებს. მის კემბელ, ერთხელ მაინც, როცა იყავით პაემანზე სალისთან თქვენ გრძნობდით, რომ საფრთხე გელით. არა, სერ, საერთოდ არა. სალი იყო ყველაზე საყვარელი ბიჭი, რომელსაც კი ვიცნობდი. მე ყოველთვის დაცულად ვგრძნობდი თავს მასთან ახლოს. იმ საღამოს გარდა. რა მოხდა ერთი წამი? თქვენ შეგიძლიათ მოგვიყვეთ რა დაინახეთ სახლში ხეზე. რაღაც დროის შემდეგ, როცა დავბრუნდი ტბიდან სახლში, მე დამიერეკა სალმა. გავიდა მხოლოდ 1 საათიან რაღაც მაგდაგვარი. ის შეშფოთებული იყო. მისი ხმიდან გამომდინარე, მივხვდი რომ ის ტიროდა. მან მითხრა რომ ლარი მკვდარია. Oh my god. მე ვევედრებოდი რომ დაერეკა 911-ში. ვუთხარი რომ მე თვითონ დავურეკავ, ის თუ არ დარეკავს. ბოლოს და ბოლოს ვიღაცამ დარეკა 911-ში. არა, დიდ სკოლაში ბიჭებმა დამარწმუნეს იმაში, რომ ნოკფელში არის რაღაც საიდუმლო ორგანიზაცია, რომელიც პოლიციასთან არის დაკავშირებული. ნდობა არ შეიძლებოდა. ამიტომაც ვერ დავრეკე 911-ში. და ეგრევე გავიმგზავრე აპარტმენტებში. როცა მივედი სახლამდე, ხეზე, სალი იქცეოდა ძალიან უცნაურად. ის დადიოდა კრუგებზე და ლაპარაკობდა თავის თავთან. ნუ გასაგებია ის მოწყენილი იყო, როგორც მე, მაგრამ ასეთი მე ჯერ არასდროს დამინახია. შევეცადე მისი დაწყნარება, მაგრამ ის აგრძელებდა რაღაც ჩურჩულს კულტზე და რაღაც მომავალ ბოროტებაზე. მან თქვა რომ ლარი სახლშია. ძალები მოვიკრიბე, მე ვერ ხვდებოდი ბოლომდე რა ხდება. მკვდარია თუ არა ლარი, თუ სალი უბრალოდ გაგიჟდა. მე ავედი სახლში, მაგრამ მანდ იყო როგორც ყოველთვის. უბრალოდ იყო ცარიელი ბოთლი ალკოჰოლის. ხშირად სვავდა სალი? ხშირად არა. ძალიან იშვიათად სვავდა ალკოჰოლს, როგორც ის მეუბნებოდა. მაშინ მივხვდი რომ რაღაც უცნაურია, ლარი არსად არ ჩანდა, ხოლო სალიზე ძალიან მეშინოდა. მე შევეცადე წამიყვანა სალის სახლში, მაგრამ ის უარზე იყო. ჩვენ ძალიან ვიჩხუბეთ, ჩვენ ადრე არასდროს ვჩხუბობდით. მე მომიწია წასვლა. მე ვერ შევძელი მასთან ყოფნა ასეთ მდგომარეობაში და არ მინდოდა სიტუაციის გაუარესება. მანამდე სანამ წავედი, ვუთხარი გენრის და ლიზას, რომ სალის სჭირდება დახმარება. ხოვე რომ ჩემთვის დაერეკათ თუ რაღაც დასჭირდებოდათ. საშინელება იყო აი ასე უბრალოდ დამეტოვებინა სალი, მაგრამ არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. მე უნდა დავჩენილიყავი მასთან. აი მე რა მოხდა მერე? მე მთელი ხამე ვიჯექი ტელეფონთან. მანამ სანამ ის დარეკა მეორეჯერ. სალი არა.
არა, ისადეთ. 10 წუთის შემდეგ, როცა წავიდა ეშლი, მოვიდა ტოდი. მან მიხვდა, რომ რაღაც უცნაურია, რომ მე ეგრევე გავემგზავრე სადღაც და არ ვპასუხობდი SMS-ებზე. ის მოვიდა ფურგონით და მოიტანა ჩვენი ნივთები. მე მოვყევი ტოდს თუ რა გააკეთა ლარიმ. დრო დაგვჭირდა იმისთვის, რომ მოვსულიყავით გონზე. ლარი იყო ჩვენი საუკეთესო მეგობარი. როგორც ადრე ვთქვი, ჩვენ ვიყავით ოჯახი. სად გაქრა სხეული, ხო? კუთარი სხეული. არ ვარ დარწმუნებული. ის ცდილობს რაღაცა მითხრას, მაგრამ ვერაფერს ვერ ხვდები. გონი არ გამოსცეს ჩვენთან დაკავშირება. მოდი ვცადოთ ახალი გაჯეტი. ვფიქრობ დაგვეხმარება. მოიცადე ერთი წამით. მზად არის, მე მოდიფიცირება გავუკეთე შენს გიტარას. კაი, მაიცა. ოუ. ხილაკების დაჭერა შემიძლია და? ოპა. ეს რა მოხდა? რა მოხდა? ტოდ, ლარი, აქ ვინმე არის? ეს ვინა? ელისონ როზენბერგი. ის ქალი როზენბერგი, ის ბებერი ქალი, რომელიც გაქრა. გამარჯობა, საყვარელო ჩემი სალი. ისე მგონია, რომ გოგო ვართ. ვინ ხართ? როუზ? შენ გიტარის განათებას მოაქვს რაღაც მაგიური ენერგია სხვა ქვეყნიდან. შესაძლებელია წინასწარმეტყველება იქნება ნამდვილი. რა? არ გვაქვს ეხლა დრო. ყველაფერი აგიხსნა. შენ უნდა გამოიყენო ეს ძალა იმისთვის, რომ ისინი შეაჩერო. ის კულტი, რო შევაჩეროთ, ხო? ღმერთის მჭამელები უკვე გააკეთეს თავისი საქმეები. ღმერთის მჭამელები ეს ქვია იმ კულტს, პროსტა ესეთი სახელი აქვთ. რაჯანდაბა მოხდა ახლა ხანს. სალ, შენ ძალიან შემაშინე. სად გაქრი? შენ სადღაც გაქრი, ხოლო მე ძლიერმა ხმაურმა ხე გამოძრავა. მგონი გიტარა იმუშავა. მე დავინახე როზენბერგი. მან მითხრა, რომ კულტი დაბრუნდა. ჩვენ უნდა შევაჩეროთ ის. სანამ What the hell? რაღაცები ხდება? რა იყო ახლა? ლარი? მგონი როზენბერგი რაღაცით გვეხმარება. მე იმდენი ხანი ვიყავი ამ დებილობას სახლში. მხოლოდ რამოდენიმე საათი გავიდა იმის მერე რაც შენ საზიზღარი ტიპი ხარ. როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი? რატომ დამტოვე? რატომ? ბოდიში ბიჭო, სერიოზულად, მაგრამ დრო აღარ გვაქვს. როუზმა თქვა, რომ კულტი უკვე აქ არის და უნდა შევაჩეროთ დღეს. რთული იქნება. ვერ დავიჯერებ, რომ ეს ხდება. ვერ ვიჯერებ, რომ შენ აღარ ხარ. წამოდი სალ, ჩავკოლოთ ეს დებილი ტიპები. კოლონა. რას ნიშნავს ეს კოლონა? შემიძლია გადავრთო ლარიზე. ლარიზე შემიძლია გადავრთო, შეხედე დავდივა. როზენბერგი ამბობს, ლარი, ეს არის სიკვდილის ქვა. დაჭირე ერს, ბლა 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 და ძალას ავიღებთ, მაგის ძალას ავიღებთ თუ რაღაცა. და გამოვიყენო ეს რელიკვია, რომ დავეხმარო სალის. რას აკეთებს? კროჩი აღარ ვიპასუხა. კაი, აბა დავაჭიროთ. ოპა, ჩაერთო? ჩაერთო და რამერე? ეს უნდა გამოვიყენო გიტარა? თუ როგორ? მივხვდი, ჩნდება რაღაცები და უნდა დავაჭირო ამას. ვახჩემი რთულია ცოტა. გაიღო ძლიუს. რამდენჯერ ვიცადე. დაბლა ჩახტომა, კაი ჩავხტეთ. ჩავხტეთ. ოხჩემის რა არის? ტელევიზორს ვუყურებთ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს ამას? ყველა გადაცემა ერთნაირია. ყველაფერი ისეთი გასაგები გახდა. ტელევიზორი გაფრჩებულია. ყველაფერი კარგად არის? ჩვენ კარგად ვარ სალ. ჩვენივრად კარგი. რაღაც ცნაურად იქცევიან. აბა ლარით რო დავდივარ, აქ ძალიან სხვანაირია ყველაფერი. ანუ სიკვდილის მხარეს არის ლარი? რუჩკა არ არისო. დაბლა ჩახტომა. კაი ჩახტეთ დაბლა. ასე გამოიყურება ედისონის აპარტმენტები? დიახ. What the hell? ჩანდაბა, კარგად ხარ? ეს შენ ფეხები არისო. რა უქნეს ბნელმა ძალებმა? დედა, გენრი, თუ გესმით ჩემი, ჩვენ ყველაფერს გავასწორებთ. ეს ტელევიზორი გაბჭებული რო არის? გავასწორეთ თუ რა ვქენით? ძალა ვიღეთ თუ რაღაც ეგეთი ხო, რაღაც მაგაშვება, არ ვიცი. ამ ტიპთანაც უნდა დავაჭიროთ. ახლა სალიზე გადავრთავ ვნახავ. აბა ვნახოთ ახლა. ეხლა შეგვიძლია დავუკრათ. მაგრამ რთულია.
აჰა, გაიხსნა, ძლივს გაიხსნა. პიხთან რა ხდება? პიხი, როგორ ხარ? როგორ? კი, აქ რაღაც ჯანდაბა ხდება. ვფიქრობ, მალე დამთავრდება. მალე? კი, უბრალოდ სოდას მიხედე, კარგი? სოდა? კი, შენი შვილია, გახსოვს? ზუსტად შენთან ზის. აი მე მგონი ვერ არის. ფაქ. ძალიან ცუდად არის საქმე. ტოტთან რა ხდება? მშობლები როგორ არიან ვაფშე? იანისი, შუქის მიღმა იყო მხოლოდ სიბნელე და არაფერი მეტი. მგონი, ცუდად არიან ესენიც. აბა, აოი, მე ხომ მართლაც ცუდად არიან, შეხედეთ. კარს ვერ ვაღებ, რა არის? აბა ამით შემიძლია გავაღო? თუ რა ხდება აქ რო? რისთვის მჭირდებოდა აქ შესვლა რო? ამით უნდა ჩავრიცხო. ან ჯერ სალით ვთამაშობ, მე ლარით ვთამაშობ და ესე ჩვენ გავანადგურებთ ალბათ ყველაფერს. ტუალეტში რაღაც ცურავს, მგონი მომიწევს. ფუ, გასაღებია მოვიღე. დიამ, კიდე ცოტათი. ვერ ვასწრებ, მაიცადეთ. ძალიან რთულია, ითო გონიათ, რომ მარტივი არის, არ არის მარტივი ნამდვილად. რადგან დავიმახსოვრე რა სად არის და კიდე ცოტათი დარჩა. პროფი გავხდი უკვე. ედისონთან მოვხვდით, მისტერ ედისონი, პატარა ბიჭი დავიწყების შესასვლელთან არის, რას უნდა ნიშნავდეს ეგ, უცნობი ხმა, რა, დაბმული და დატანჯული კაცთა სამყაროს მიერ. და ხორცისა და ძვლის პატიმარი. რა სჭირს მისტერ ედისონს? ტერენს? რა ჩემ ფეხები სჭირს? არც გპასუხობს. დიდი ხანია რაც მოხდა ეს თქვენთან? What the hell's going on? ფუ, აქ ჭიქებია აქ. იმედი ამას არ გვასმევდა. What the hell? ახლა ვარწყებ ეს რა. ესა ძღვლინტია. ეს თქვენთან კულტმა გააკეთა? შვილი არ ირჩევს თავის ბედს. ასე იყო საუკუნეების მანძილზე. აქ წერია, რომ ნამდვილი ფორმაა ტერენს ედისონის. ყოველთვის ასე გამოიყურებოდა? ფაქტობრივად ხომ არ გამოდიოდა თავისი ბინიდან. იმედია არა. მალე შენ მიხვდები ნამდვილ ერთობლიობას, რომელსაც გვაძლევს უსასრულო. უსასრულო ეს შენ ხარ? რისთვის აინფიცირებ სულს ამ აპარტმენტებში? სიბნელე ყველაფრიდან გამოდის. და ჩვენ ზნებას ემორჩილება. ჩვენ უსასრულო ვართ. ჩვენ ვაჯობეთ სიკვდილს. აქ ვინ არის ვაფშე? ტერენს, მე ვიცი, სადღაც მანდ ხართ. თქვენ უნდა შეაჩეროთ ეს გიჟობა. თქვენ მიმართავთ იმას, ვინც აღარ არის. შენი წინააღმდეგობა უაზროა. შენ შეეცდები და არ გამოგივა. ეს ყოველთვის ასე ხდება. ეს რა What the hell is going on? ეხლა აქ უნდა დავუკრა. ერთი წავით. უნდა მოვასწრო. აჰა, ერთი არის. თომაგეთ კიდე მეორე? რა უბედურება? თავარი არ ჩავიჭრე კაცო. სუბოლო დამჩავები რამდენი არის. თითქმის ეგა. აჰა. მოგიგე. ეს ვინ არის? ვიღაც ბიჭი? ტერენს ედისონი, ბიჭი რატო არის პატარა? მიგელოდებოდი, სალ. ვიცოდი რომ ზუსტად შენ იქნებოდი. მივხვდი იმ დროს როცა დაგინახე. ტერენს, ბოდიშს გიხდი, საყვარელო მეგობარო, ძალიან ცუდად ვიყავი და ბევრს ტკივილი მივაყენე. ახლა ყველაფერი დამთავრებულია? თითქმის. მეშინია, მაგრამ დარჩა ბოლო საშინელი საქმე. როგორიც არ უნდა იყოს, მე მას გავაკეთებ. ნებისმიერი რამე, იმისთვის რომ გავაჩერო ეს ყველაფერი სამუდამოდ. რა? შენ უნდა მოკლა ყველა, ვისაც შეეხო სიბნელე, მაგრამ ეს ხო ყველა მცხოვრები არის ამ შენობის, ჩემი ოჯახი, ჩემი მეგობრები. არა. ჩვენ გავანთავისუფლეთ მათი სულები სიბნელისგან. ჩვენ უკვე დავეხმარეთ. სამწუხაროდ მათ ვერ დავეხმარებით. უკვე ძალიან გვიანია. მათი სულები იყო განადგურებული. მაგიტომაც იქცეოდნენ ესე რაღაცნაირად რო ლაპარაკობდნენ ძალიან უცნაურად თითქოს და სულის გარეშე არიან. თუ ჩრდილებს არ დავაკავებთ, ისინი ამ ქვეყანაში გადმოვლენ და განადგურებენ ათასობით სხვა ცხოვრებას. ჩემი გულის ტკივა შენზე.
მე ვიცი რომ შენ დაკარგავ ყველაფერს როგორც მე დავკარგე ბევრი წლის წინ მე არ შემიძლია ამის გაკეთება ეხვეწები ნუ მაძალებ ამის გაკეთება ტერენს შენ უნდა აირჩიო მაგრამ მე ვიცი რომ სწორ გამოსავალს იპოვი მე Oh my god საწავიდა ტერაზე ეს რა არის დანა ედისონი მართალია სალ შენ ეს უნდა გააკეთო მე ძალიან ვწუხვარ სხვა გამოსავალი არ არის Oh my god არა მისის გიბსონი უნდა მოვკლა არა დარაფერი არ მაქვს არც ლარიზე შემიძლია გადავრდო არა სხვაგან ვერ გავდივარ აი მე არა უნდა მოვკლა როგორ რაღაც ცუდად ვარ შეგიძლია დამეხმარო შევიდე ბინაში სალ არ შემიძლია მოვკალი ბუჩი არა ტოდის დედა და მამა როგორ უნდა მოვკლა სალი და ხუცმაცებული შენ არ გინახია ჩვენი ტოდი ჩვენ უნდა გავესაუბროთ Oh my god არა არ ვიცი თუ შეიძლება ვაფშე YouTube-ზე ამის ჩვენება მარა საშინელება არის ბევიდი არა ნევინი არა ვერ გავდივარ პროსტა არ მიშვებს აქედან გამარჯობა სალ როგორ ხარ კარგად ვფიქრობ რომ რაღაც უცნაური ხდება და ეხლა მითხარით რომ მაგას არ აქვს სული Alberto ბიχი და მისი არა ვაი ბებეტირება ეხლა როგორ ბავშვი ვიწყავთ და ეგეთ ცოტა მოვკლა სალი დაქოთმათებული ახლა შეგიძლია გამაკატავო მხრებზე ვაიმე აუ გული მტკივა გეუბნებით ისე მაგის ცოლი არ არის ხო რატო სად არის არა უგუნდა იქ არა სალის მამა როგორ უნდა მოკლას მე ხომ მეტირება გეუბნებით არ შემიძლია იმდენი რაღაც გავიარეთ ამ ხალხთან ერთად და ეხლა უნდა მოვკლა გამარჯობა მეგობარო მაცვარში დარჩა ცოტათი ლაზანია მართლა მეტირება ეხლა ვაიმე რა გავაკეთო იცი ალბათ ხშირად ამას არ გეუბნები მაგრამ მე ვამაყობ შენით სალ შენ გაიარე ძალიან გრძელი გზა და ვიცი რომ ხშირად ძალიან რთული იყო მე გიყურებ და აღფრთოვანებული ვარ თუ როგორი კაცი ხდები შენ დიდი მომავალი გაქვს მე დარწმუნებული ვარ მე მიყვარხარ მეგობარო fuck არ ვიცი ეგ რა თამაში არის ვაფშე მე მეგონა რომ happy end იქნებოდა მაგრამ როგორც ჩანს happy end-ს ვაფშე არ გავს ეგ რაღაც კარგად არ არის რა შეჭირს ბიჭოე მე გონება დავკარგე სახში ხეზე და გავიღვიძე ტაძარში იმ ტაძარში რომელიც დავინახეთ აქ როცა მოვდიოდით ისინი დამაბეს და კიდევ რაღაცა იყო გონი დემონი ისინი oh my god ისინი ცოტა გაჭრეს და აიხეს ჩემი სისხლი what the hell სადაც გული აქვს მან დაჭრეს შემდეგ მე გავიგე რაღაც ხმამაღალი ხმა და ისევ დავკარგე გონება როცა გონებაში მოვედი ისინი უკვე წავიდნენ ხოლო მე გამიშვეს ცუდად ვარ სალ გონი ვკვდები ვარა პოლიცია მოვიდა მაიცა ხონდა წითელი თვალები ეს კიდე ეშლი come on girl მეორე დარეკვა ტოდისგან მივიღე ღამის 3 საათზე ტოდი ისე მაგრად ტიროდა რომ ძლივს გავიგე რას იძახდა მე მივხვდი რომ ტოდი და სალი ისევ უსიამოვნოებაში ჩავარდნენ ჩაფლეს თავით როგორც რა და იმყოფებიან აპარტმენტებში სერიოზულად ჟღერდა ამიტომ დავრეკე პოლიციაში და მეც ეგრევე გავემგზავრე ერთ დროს წავედი პოლიციასთან ერთად როცა უკვე ვუახლოვდებოდი შესასვლელს მე დავინახე როგორ ტოდი გარბის ტყეში მე დავუძახე მაგრამ არც შემომხედა განეშთე რადგან დემონი ჩასაფრთა მაგაში გულთან ქონდა რაღაც ჭრილობა აი ხე სისხლიო წაიყვანეს ტაძარშიო რაღაც ხმა გაიგო ალბათ დემონის გონება დაკარგა კაროჩ მაგაში ვიღაც ჩასაფრთა ის დემონი ის going ერთ წავედი მე რა მოხდა მე მივედი სახლთან და დავინახე სალი ის კარებთან იდგა ფეხებიდან
სათავამდე თლიანად სისხლში იყო და უყურებდა არსად. ის ერთ და იგივეს ჩურჩულებდა. მე არ მქონდა გამოსავალი. მე უნდა გამეკეთებინა ეს, ხო გამოსავალი არ იყო. მე შევეცადე მასთან დალაპარაკება, მაგრამ საერთოდ არ რეაგირებდა. პოლიციელებმა გამიყვანეს, სანამ მე მივედი ახლოს. სალი არ არის ცუდი ადამიანი. მას უბრალოდ დახმარება სჭირდება. დოქტორ ოტკინი, თქვენ ატარებდით შეფასებას ფსიქოლოგიური მდგომარეობის მისტერ ფიშერის, სანამ ის იმყოფებოდა ციხეში. და ასევე რამოდენიმე თვე თერაპიას ატარებდით, ხომ ასია? ეს არ არის დოქტორ ოტკინსი. ვაფშე სხვანაირად გამოიყურებოდა. კი, ეს ასეა. რა ხდება აქ მართლა? ის დოქტორ ოტკინსი ხეზე სახლი რო არის, იქიდან ჩამოვარდა და მოკვდა. და ეს ტიპი ვინ არის? ჩემი პროფესიონალური ხედვით, სალი ფიშერი აშკარად აცნობიერებდა თავის ქმედებებს და თავის გონებაში იყო, როცა კლავდა ყველა მცხოვრებს აპარტმენტებში ედისონი. და ეს ისტორია, რომელიც მან მოიგონა, უბრალოდ გამოგონება. მისი მცდელობა, რომ გამოიყურებოდეს როგორც გმირი და არა ბოროტმოქმედი, ის იძახდა იმდენად დარწმუნებულად, რომ მე თითქმის დავუჯერე. როგორც მითხრა სალმა, მე წავედი აპარტმენტებში იმისთვის, რომ ავსულიყავი სახლში, ხეზე, მაგრამ აბსოლუტურად არაფერი მან არ ვიპოვე. ხო, თქვენ არაფერი გიპოვიათ, რადგან ეს ტიპი მანდ არ იყო, რადგან ნამდვილი დოქტორი მოკვდა. როგორ ფიქრობთ, სალი ფიშერი სახიფათო არის თუ არა ხალხისთვის? კი, რა თქმა უნდა. მადლობთ, ეს ვაფშე ვინ იყო? ნაფიც მსახურთა სასამართლომ ბრალდებულს პირველი ხარისხის მასობრივ მკვლელობაში დანაშაულებენ. ვეთანხმები ნაფიც მსაჯულთა განაჩენს და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის გათვალისწინებით. ამით მე სალ ფიშერს სიკვდილით ვსჯი. რა სიძახი? არა, თქვენ არ შეგიძლიათ ასე გააკეთოთ. ის ცუდად არის. მას სჭირდება ჩვენი დახმარება. სიჩუმე სასამართლოში. What the hell? მაინც სალს მოკლავენ? 3 წლის შემდეგ ეშლი აკეთებდა ყველაფერს, რაც შესაძლებელი ქონდა, იმისთვის, რომ აერიდა თავი სალის სიკვდილს და ყველა მცდელობა უშედეგოდ აღმოჩნდა. ის მისაღებ ოთახში ზის, სანამ ახალ ამბებს აცხადებენ, რომ სალის დღეს სიკვდილით დასჯიან. მას აუტანელი სევდა აწუხებს. შემდეგ კი ეშის გონებაში აზრი უჩნდება, რომელსაც ყველაფრის შეცვლა შეუძლია, მაგრამ მას სწრაფად უნდა იმოქმედოს. ფიქრობ ამ სერიას, ამ საინტერესო მომენტზე დავამთავრებ და კიდევ ერთ ნაწილს გადავიღებ, ბოლო ნაწილს. იმედია ხო? და გავიგებთ საერთოდ რა მოხდება. დასჯიან თუ არა სალის სიკვდილით და საერთოდ ვნახავთ რითი დამთავრდება ეს თამაში. თქვენ განგელოდებით ლაიქს, კომენტარს, რას ფიქრობთ საერთოდ ამ ყველაფერზე, ამ გიჟურ ისტორიაზე. ხოლო ჩვენ შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში და სავარაუდოდ შემდეგი ნაწილი გამოვა ზუსტად სადი ფეისი. შეგემშვიდობებით და დახვეწით.